ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნარეკვავი მცხეთა რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის სამშენებლო სამობილიზაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევას სოხაძე ადგილზე გაეცნო. სამუშაოების ფარგლებში დაახლოებით 7 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის კომპლექსური მოწესრიგება. ამასთან უკვე დასრულდა ქალაქ მცხეთის შესასვლელში მდინარე მტკვარზე ახალი თაღოვანი ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი აშენდა იმ მონაკვეთზე, სადაც 1926 წელს აგებული ხიდი ფუნქციონირებდა და ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს. მცხეთაში ინფრასტრუქტურის განვითარება ასევე მოიცავს ურბანული გარემოს გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს თეატრონის მიმდებარედ მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას. პროექტი ითვალისწინებს რეკრეაციული, სპორტული და საბავშვო სივრცეების, ასევე საფეხმავლო და ველო ბილიკების მოწყობას. ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ბუფერულ ზონაში, პროექტი განხორციელდება შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით. ეს არის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის სრული რეაბილიტაციაც მოხდება თანამედროვე სტანდარტებით. ასევე მნიშვნელოვანი არის პროექტი, რომელსაც MGF-ი ანხორციელებს. ეს არის ეგრეთ წოდებული თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა და მიმდინარეობს პროექტირება, მათ შორის იუნესკოსთან კონსულტაციებით. პროექტი განხორციელდება 80 ჰექტარ ტერიტორიაზე, არის ქალაქისთვის, ქალაქ მცხეთისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. პროექტში იქნება გათვალისწინებული რამოდენიმე ზონა, ესე არის რეკრეაციული სივრცეები, ეს არის სპორტული სივრცეები, დასასვენებელი სივრცეები. პირველი ეტაპი დასრულების ნაწილზე ვართ და მიმდინარეობს უშუალოდ დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, რომლის შემდგომაც დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს გასართობი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას და მცხეთა შეძენს ახალ სიცოცხლეს.